ვაგრძელებთ პროექტს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით. ამჟამად ვიმყოფებით ხარაგაულის ულამაზეს სოფელ ბორში, ცაცო შათერიშვილის ოჯახში. ქალბატონი ცაცო ხარაგაულის საგანმანათლებლო სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი გახდათ. 6 წელზე მეტი გაატარა მან ახალგაზრდობის განათლების სამსახურში. დღეს იგი პენსიაზეა, სოფელ ბორში მაჭავარიანების თავის მეუღლის სახლში იმყოფება და გვინდა რომ მთელ ხარაგაულს, მთელ საქართველოს კიდევ ერთხელ მოვაფეროთ ეს უსაყვარლესი ქალბატონი. ვიცით რომ ხარაგაულელებს უსაზღვროს ენატრება და უყვართ ქალბატონი ცაცო, რომელიც გამორჩეული გახდათ თავისი გონიერებით, თავისი იუმორით, თავისი საოცარი ნიჭით, სიმღერისადმი, ხელოვნებისადმი მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონი. მასაც ძალიან ენატრება ხარაგაული, რადგან უკვე იშვიათად ახერხებს ხარაგაულში თავისი მეგობრების, ახლობლების, თავისი აღზრდილების მონახულებას, ძირითადად სოფელშია შრომობს, საკმაოდ მხნედ გამოიყურება და თქვენ თავად დაწმუნდებით ამაში. წლის ოქტომბრის თვიდან დავიწყო მუშაობა ხარაგაულის რაიონის განათლების განყოფილებაში მეთოდური კაბინეტის ბიბლიოთეკის გამგედ. 30 წელი გავატარე განათლების განყოფილებაში. ჩემი მუშაობის პერიოდი 30 წელი გავიდა და ეს წლები ჩემს სიცოცხლეში დაუვიწყარი და ძალიან თბილად და გემრიელად მოსაგონარი წლებია. იქ მუშაობდნენ შოთა მესხი, ბატონი შოთა მესხი, ნიკოლოზ შარიქაძე, გამგე განათლების განყოფილებისა შოთა ჩხიკვაძე იყო, ბატონი შოთა ფარნაოზოვიჩი, ჩემი სამსახურში მეგების დროს. შემდეგ ბატონი შოთა ღონღაძე. განათლების განყოფილებაში მეთოდ კაბინეტში მუშაობის პერიოდში ხელმძღვანელობდა სასკოლო ბიბლიოთეკართა სექციას. მაშინ 27 დამოუკიდებელი დაწყებითი სკოლა იყო რაიონში. 11 არასრული საშუალო და 20 ინტერნატი, სკოლა-ინტერნატის ჩათვლით 20 საშუალო სკოლა. ამ სკოლებში ყველგან იყო საბიბლიოთეკო წიგნები, ფონდები და სისტემატურად ივსებოდა და მარაგდებოდა განათლების სამინისტროდან მოწოდებული სასწავლო, ხატრული და მეთოდური ლიტერატურის, რომლის განაწილება იმის მიხედვით, სად რომელი ენას სწავლობდნენ, ზოგან გერმანულს სწავლობდნენ, ზოგან ფრანგულს სწავლობდნენ, სად რომელი რამდენი წლიანი იყო და ან რომელ სკოლას რა უფრო ჭირდებოდა, მე განაწილებდი ამას და განსაკუთრებით კარგი პერიოდი იყო, როდესაც 90-იანი წლების ბოლოს სასკოლო სახელმძღვანელოების უფასო სარგებლობის წესი დაინერგა საქართველოში და ამის შემდგომლად მე მუშაობდი, მაშინ ვითვლებოდი განათლების სამინისტროს მუშაკად. 2 რაიონი მებარა, ბორჯომისა და ხარაგაულის რაიონები და ამ სკოლებში მე აწესრიგებდი ამ საქმეს, ამ სასკოლო სახელმძღვანელოებით უფასო სარგებლობის წესებს, გასწავლიდი როგორ უნდა ყოფილიყო აღრიცხვა ამ სახელმძღვანელოების, როგორ უნდა ემოქმედათ, როგორ უნდა ჩამოწედილიყო, როგორ უნდა შევსებულიყო და ასე შემდეგ. ერთ-ერთ სამსახურში, სადაც ჩემი მომავალი მეუღლე დაიწყო მუშაობა, გავიცანით ერთმანეთი, ძალიან მომეწონა მისი ადამიანური თვისებები და ღირსებები და მასაც ალბათ ასეთი შეხედულება ჰქონდა ჩემზე და მე გაბაცანი ჩემ დედასაც, ჩემ სიძეებს, დედმამიშვილებსაც და ძალიან მოეწონათ, იმიტომ რომ ძალიან ნორმალური წესიერი ადამიანი იყო, ადამიანი ჩამოყალიბებული, რომლისგანაც სიგლაფეს არაფერს არ მოველოდი. ასე გავატარეთ ბევრი წელი ერთად და უკვე
ვეფერებით ერთმანეთსა და რაც ასე ჩემი მეუღლის გადაცვალების შემდეგ მე ათაურობას არ მოვცილებ. კარის მეზობლები ყავს ისეთი კარგი რომ ემიტი არ იქნება რა აქეთ ამხარეს ბატორი ზურაბ ნაჭავარიანი მე ფუტკრე ძველი განათლებული და ძალიან კარგი გაზრდილი პიროვნება ადამიანი რომელსაც ყველა საკითხზე შეიძლება ნორმალურად დაელაპარაკო. ვარ სოფელში, მაგრამ ჩემი ხარაგაული მაინც სულ მენატრება, იმიტომ რომ ჩემი სიცოცხლის ყველაზე საუკეთესო წლები ხარაგაულში გავატარე, გავზარდა ჩემი შვილები. იქ დავაყენე გზაზე და შვილიშვილებიც უამრავი ადამიანია ხარაგაულში, ისეთი რომელიც ძალიან მიყვარს. სიძულვილი ჩემ თვისებაში საერთოდ არ არის. მტერი რომ მტერია, ის არ მძურს. იმას ღმერთი მიუძღავს თავის სამაგიეროდ. მაქვს მეურნეობა, ხილი მაქვს გაშენებული, ჩემო ბატონო პატრა ვენახიც მაქვს, ცინინდი, ლობიო, ისე რომ ჩემმა შვილმა და მე არ ვიყიდეთ, ყველაფერი გვაქვს. პომიდორი მაქვს წელს სასწაული, ჩემი ხელით მოყვანილი ნერგი დავრგე, სხვადასხვა ჯიშისა. აი ყველაზე საოცრება და ყველაზე კარგი ვერც კი ვჭვიდა ხო იცი აი ეს სხვა ჯიშია ამას საპიკულე პომიდორს ვეძახით ცოტა გრძელი ფორმისა რომ რო არის ესენი მოისხა კარგად და ძალიან მიყვარს ეს ამ სხვაც გულაბი ქვია ნამტენი ბევრს ისხავს და ძალიან გემრიელია ეს შინდი ამდენი რო ასია თითქმის ნახევარი საუკუნის არის ჩემმა მეუღლემ თბილისიდან ჩამოიტანა თავისი დის ეზოდან და დარგო ეს ჭურის თავი არის რამდენიმე 5-6 ჭური არის 7 საპნიანი 5-იანი ჩემო ბატონო 10 ფუთიანები 5 ფუთიანი და 2 ფუთიანი ნაჭავარიანებს მოგეხსენებათ ქეიფი ძალიან მიყვარდათ და ამ ჭურის თავზე ბევრი ქეიფი ჩატარებულა აღლივი და კანცული ცოტა შრომით მაგრამ ბევრი მაინც აღარ შემიძლია ამ ჯავასაკში უკვე აქ ჰამაკიდავს მუშვალას ხე არის ეს და ჩქერო აქვს ისეთი რომ ამაზე უკეთეს ვერაფერს ვერ ახავს ვიღებენ დაждები ჰამაკში და ცოტა ხანს გაიჯეჯილებ რა ისიარულის თავი რო არ მაქვს ჩემმა შვილმა ეზოში დამირგო მაყვანი და ყოველდღიაც კრეფ მაყვად აი საუკეთესო ჯიშის მაყვალია ეს არის გენაცვალე კუხე და ცოტა შემწიფებული პომიდორის სალათა რომელიც შეიძლება არც გქონდეთ გასინჯული და ჩემი საფირგო კერძია და ფიქრობ მოგეწონებათ ეს ჩემი გაკეთებული ლიქიორია ლიქიორს ვაკეთებ სხვადასხვა რამისგან მაგრამ ეს არის ნამდვილი ვიშნოვკას რომ უძახი ამიტომ ალუბლით გაკეთებული ვიშნია ხომ ალუბალია და მინდა დაგლოცოთ ამ ტკბილი სასმელი ორიდან ვეფერები ჩემ ძვირფას ხარაგაულს მის მდებარეობას მის მოსახლეობას მის ავან-ჩავანს მის სიცოცხლეს მის სიხარულს მრავალწლიან სულ წაღმა და წაღმა ყოფილიყოს მისი მომავალი და მისი უკეთესი და უკეთესი ცხოვრება ჩემი ხარაგაულიდან დაწყებული მთელ საქართველოს ვეფერები და მთელ საქართველოს ვლოცავ 86 წელიწადში გადავდექი და ღმერთო ყველა ქართველი ჩემზე მეტად დააბერე ტკბილად გემრიელად მართალია ხანდაზმული ვარ უკვე და წუთია წუთი სოფელი და მიილევა მალეო წლები გაფრინდა დავბერდი რაღა დღეს რაღა ხვალეო მაგრამ ეს ბუნების ოქროს წესია ყველაფერი იბადება იზრდება და კვდება ერთი ძალიან კარგი ლექსი აქვს ჩემ თანამემამულეს ჩემი ჩრდილის სალოცავების მადლითა და სოფლიოში უკეთილშობილესი კაცის გრიშა გოგნაძის გაზრდილი ვაჟიშვილის ვალერი გოგნაძის ლექსებიდან ერთი ლექსი ძალიან მიყვარს და ხშირად ძილის წინაც კი ვიმეორებ ხოლმე ჩემთვის გულში მამაღლა ხო არ ვიყვირებ და მინდა წაგიკითხოთ თუ ნებას მომცემ წახდა დროებაო ჰეი ერიკაცო ასე დანანებით ნეტა რას ვისტირი რა დროს სამალია გაღმა შერჩენილი რა კამარხანჯალი რის გუდა რას ტვირი შენის დაინანე წლებმა რომ დაგდრიკა და კეფას შეაცვდა
თვით თეთრი ჭაღარაც თორემ რაც გებადა რომ იმ უსამართლომ 1000 შენაირთან შეკრა და გაყარა შეხედე იმ ყმაწვილს თვალში რომ არ წივი უზის და გულში კოცონი უნთია მისია დღეს დღე მისია სიცოცხლე დღეს მისი დრო არის დღეს მისი წუთია მაგრამ კიდევ წლები და ისის დაბერდები მაშინ მაპატიე და ჩვენ აღარ ვიქნებით სულ სხვა ახალგაზრდა მომართა ცხოვრებას თავისი ღონით და თავისი ფიქრებით მაშინ უღარსტი ის რაც გუშინ იყო ხვალ ბუხრის კოცონთან უამბე შვილთა შვილს და ამ წეს ამ კანონს ღვთისაგან გაჩენდეს კაცთაგან ვინც შეძლებს ვის ძალოს ვინც აშლის არც არა რა ვარდმან თავის ყვავილი გააღმოს და ამჭკაროსა იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა წავალა და სულ არ ვიქნები მაგრამ შვილები მყავს შვილიშვილები მყავს კაი მეზობლები მყავს აგერ გამოჩნდა ჩემი მუსიკო ღმერთოს უყელა კარგად ავყუთე მაგაზეც ერთხო რომ ყველა მისოცხლოს ჩემზე დიდხანს და იბედნიეროს და იხაროს ღმერთო მოუბრუნე კარგად წაღმა და წაღმართიანად ჩემ ქვეყანას დრო და წუთი სოფელი რომ ყველა ადამიანმა ბედნიერად იგრძნოს თავი ჩვენ ქვეყანაში საწოლთან მიგიდია და მოისურვილებ ხოლმე ხანდახან ჩემი ორი თითით დავუკრავ და დავავღერებ ახლა მოგიძღვრით ერთ პატარა სიმღერას მე ჩემ შვილთან და ჩემ გამყრენ მულთან ერთად საიქიოში ზვარუდა უჩებობ წასვლა ხოდა გასიამოვნებთ ალბათ Klausmelia, chimchaya chaya, chimamala melia, chimchaya chaya, shauri mama she, sam shaurat sumi shen mama she, shauri mama she, sam shaurat sumi shen mama she, rim tam do, rim tam do. Rim dam dam ram pidaviri do. Rim dam dam ram pidaviri do. Ağaço akbave buda vardiga როდესაც ორთაჭალის ლამაზმანებს ვხატავ, მათ შავი ცხოვრების შავ ფონზე ვათავსებ. მაგრამ მათაც გააჩნიათ სიცოცხლის სიყვარული. ეს ის ყვავილებია, რომლებიც მათი ფიგურების გარშემოა განლაგებული და ჩიტები მხრებთან. მე მათ თეთრ წეწრებში ვხატავ, ვიბრალებ. თეთრი ფერით ცოდვებისგან ვასუფთავებ. ლადო გუდიაშვილთან საუბრის დროს უთქვამს ერთხელ თურმე ფიროსმანს. Tisniavo Tvilo rogorac magavo Rogor gazlo samacis gles Ulamamo si bavavo Rogor gazlo sneta Amacis Ulamamo si bavavo ლიტერატურული თეატრი
პროექტის როცა ერთმანეთს ვჭირდებით ფარგლებში მივემგზავრებით სოფელ ლეღვანში ბატონ ჯემსი ვეფხვაძესთან. ჯემსი ვეფხვაძის სახელი ხარაგაულში ასოცირდება ჭეშმარიტ მამულიშვილობასთან, კარგ ქართველობასთან, თავისი სოფლის, სოფელ ლეღვნის ხარაგაულის დიდ სიყვარულთან, იმ დიდ საქმეებთან, რომელიც ბატონ ჯემსის ათეული წლების განმავლობაში ხარაგაულისთვის და თავისი სოფლისთვის სრულიად უანგაროდ, დიდი სიყვარულით, თავდადებით უკეთებია. ბატონი ჯემსის წინაპრებიც, ისევე როგორც ბატონი ჯემსი, გახდნენ ეროვნული მოღვაწენი, თავისი ქვეყნის მოყვარულნი, პატრიოტები. მისი ბაბუის კოსტა ვეფხვაძის სახელთან ასოცირდება ხარაგაულში ცნობილი მეტყევის ივანე მაისუროვის დამკვიდრება სახუაში. როცა ბატონი ივანე მაისუროვი მობრძანებულა ხარაგაულში და სოფელ მარელისის სადგურთან დამკვიდრებულა, კოსტა ვეფხვაძე მისთულა მასთან, წაუყვანია სახუაში შერთულზე და ამ გარემოთი მოხიბლო საბოლოოდ იქ დასახლებაც კი გადაუწყვეტია ბატონ ივანე მაისუროვს და შემდეგ იყო ბევრი სიკეთე, რომელიც ივანე მაისუროვის ხარაგაულში მობრძანებამ და დამკვიდრებამ მოუტანა ხარაგაულის კერძოდ კი მარელისის გლეხობას. ასევე მამულიშვილურ და სოფლის დიდ სიყვარულთან ასოცირდება ბატონი ჯემსი ვეფხვაძის მამის ამბროსი ვეფხვაძის ხარაგაულში მოღვაწეობა. ის იმ დროისათვის ხარაგაულში ყველაზე განათლებული ახალგაზრდა ყოფილა, რის გამოც ხარაგაულში მოღვაწე ბლაღოჩის იგი თავის შვილების აღზრდელად მიუწვევია სახლში. ის მართლაც საოცარი აღზრდელი ყოფილა და გარდა იმისა, რომ ის გახდათ აღზრდელი ბლაღოჩილის ოჯახში მას შესაძლებლობა მისცემია იმისა, რომ იქ არსებული მდიდარი ლიტერატურით ესარგებლა, გაცნობოდა თავისი ცოდნის ჰორიზონტები კიდევ უფრო გაეფართოებინა და შეიძლება ითქვას, რომ ბატონი ჯემსის მამა ამბროსი ვეფხვაძე ხარაგაულის სინამდვილეში ერთ-ერთი უგანათლებულესი პიროვნება იყო, რომელიც თავის ენერგიას, ცოდნას, გამოცდილებას უშურველად ახმარდა ხარაგაულს და სოფელ ლეღვანს. ეს სიყვარული მემკვიდრეობით გადაეცა ბატონ ჯემსის წინაპრებისგან, ბაბუისგან, მამისგან და ბატონი ჯემსის მოღვაწეობა სოფელ ლეღვანში, ხარაგაულში გახლავთ მართლაც უნიკალური მაგალითი იმისა, თუ როგორი უნდა იყოს თავისი კუთხის მოყვარე ადამიანი, როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი მამულიშვილი, რომელიც თავისი ცხოვრების წლებს უშურველად და სიყვარულად ახმარს თავისი კუთხის განვითარებას. ბატონი ჯემსი ბოლო წლებში ჩამოცილდა აქტიურ საქმიანობას თავისი ასაკის უპირველესად კი ჯანმრთელობის გამო. ამჯერად ჩვენ მივდივართ ბატონ ჯემსისთან ოჯახში და დანარჩენს ბატონი ჯემსი მოგახსენე. დიდ კოსმეცრესაზე აკოველთვის ასენა გული ლხინი და სავასენა როგორ გასვლოს მეტა ამაციც ჩემთვის არის სულ ყველაფერი ეს სკოლა, იმიტომ რომ ეს ნაძვები ჩემი მოშენებულია, ეს ხეებიც დაბლა ჩემი მოშენებულია. მე დავდივიდი აქედან ფეხით. შესანიშნავი წიგნებია. ხო და რა ვიცი, მოდის ხალხი და მიაქვთ და კითხულობენ და მოვაქვთ უყვარ. მაგალითად ნიურნბერგის პროცესი. ეს წიგნი რუსეთში მაყნაყი და იქიდან მაქვთ ჩამოტანილი. მიყვარს სილამაზე, სიკოხტოვე, კარგად ყოფნა. ლევონი მე ძალიან მიყვარს. ჩემი ძველები ცხოვრობდნენ აქ. ბაბუა კოსტას ბევრი რამ გაუკეთებია ძალიან ბევრი რამ. ძირითადად ჩემი ბაბუა ზამთარში იყო აქ და ზაფხულში იყო სახულარში. ჩემმა წინაპრებმა წაიყვანეს ივანე მაისუროვის სახულარში. წაიყვანეს სახულარში და ხამე გაათევიეს თავიანთ ბინაში. გადაწყვიტა
იქ აეშენებინა თავისთვის სახლი. მართლაც მიიტანა მასალები და სახულარში პირველად ააშენა ორსართულიანი სახლი. აღუზარდე ისეთი ადამიანები, რომლებიც გამოსადეგი არის მთელი სოფლისთვის და მარტო ჩვენი სოფლისთვის კი არა, საერთოდ ჩვენი რაიონისთვის და საერთოდ სოფლიოსთვის არის გამოსადეგი. სისტემატიურად ვკითხულობ. მინდა რომ ძველიც გავიხსენო და ახალიც დავადგინო. ჩემი სოფლის ისტორია შესწავლილი მაქვს საუკეთესოდ. ბევრი რამე გავაკეთე სოფლისთვის და კიდე უნდა გავაკეთო და კიდე გავაკეთებ ბევრ რამეს. ყველა სოფელს ყავს თავისი ღირსეული პიროვნება და ასეთი ღირსეული და გამორჩენილი პიროვნება ლეღვნისთვის ერთ-ერთი არის ბატონი ჯემსი ვეფხვაძე. მისი წარსულით, მისი აწმყით და მისი მომავლით. მისი მშობლები ორივე განათლების სფეროში მოღვაწეობდა და მრავალი ღირსეული ადამიანი ყავთ აღზრდილი და ცხოვრების ასპარეზზე გამოყვანილი და თვითონ ბატონი ჯემსიც მთელი თავისი ცხოვრება სოფლის განათლებას და სოფლის აღშენებლობას ემსახურებოდა. მის ხელში აშენდა ლეღვნის სკოლა და მასწავლებლობის გარდაც ყველანაირ მონაწილეობას ღებულობდა სოფლის და ქვეყნის საჭიროებო საქმეებში, თუ ეროვნული მოძრაობა იყო, თუ ჟამთავითარებით დაგრეული ტაძრის აშენება იყო და თუ სოფლის დღის დაარსება მრავალ ღირსეულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ჩვენ გავაკეთეთ მისი ცხოვრების დეტალებზე წიგნი და რა ვიცი, მიუძღვენით ბატონ ჯემსის. ჩემი აშენებული ეს სკოლა შენობა. ძალიან პატივს ვცემ ამ ადგილს. საუკეთესო ადგილია ყოველ მხრივ. მართლა გავატარე შეგნებული ცხოვრება, მართლა შეგნებული ცხოვრება. რამდენიმე თაობა გავზარდი, რამდენიმე. ბატონი ჯემსის ხელში მოვედი და ბატონი ჯემსის ხელში დავამთავრე საშუალო. ვარ 74 წლის. ძალიან დიდებული. კარგი პიროვნება. კარგი მასწავლებელი, კარგი ისტორიკოსი. იყავით, იცოცხლეთ, ჯანმრთელად იყავით, ისწავლეთ კარგად და თქვენ ავტორიტეტი გეკნებათ და სახლში ყველას უთხარით, რომ მე მოვედი აქ და თქვენ მოგეფერეთ.